არ მჯერა რომ ამოცნებას ვიხდენ. პირველად ჩემთვის ექსკურსიაზე ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე მწვერვალი, პირველად წამოყვანეს სტეფანწმინდაში და მახსოვს აი ეს ყინორწვერა დავინახე, ვიდექი და თვალებში, აი დღემდე მახსოვს თვალებში ცრემლი როგორ მომადგა იმ ყველაფრის დანახვადა და როგორ ვიგრძენი ეს იქაური ატმოსფერო, მთა და აი ყველაფერი და ძალიან მიხარია რომ აი ეგ თვალებში მომდგარი ცრემლები ისე არ დარჩა და ეხლა ვიდეოარ ყინორწვერზე და ვემზადები ყინორწვერზე ასასვლელად. აგვისტოა და ქალთა ალპური სკოლა აპირებს ყინორწვერის ექსპედიციაში წასვლას და 40-მდე ქალი აპირებს ავიდეს 5054 მეტრზე. ავდივართ საბერწეზე, გვიწევს 6 კილომეტრის გავლა. ცხენებს აქვს ჩვენი ბარგი და ალბათ მძიმე ზურგჩანთებით მაინც 3 საათში ვიქნებით. იმიტომ რომ ცხენებს რაღაც ხოლმე საერთო აღჭურულება მოვაბით და ჩვენი პირადი ნივთები მოგვაქვს ჩვენით. რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით წვერზე და აუცილებლად მიგვიღებს. თქვენ რას ფიქრობთ? მიგვიღებს. მიგვიღებს. ყინორწვერს არ უყვარს მარტო ხელმთ ასვალები, ჩაებით ოქში და გაიკეთე წრიობები. აუცილებლად წამოდით აქ გითანებდეთ და არავითარ შემთხვევაში მარტო. ამოვედით ადიჰაძე, საბერწეზე, გავშალეთ კარვები. ძალიან ცივა, კარვებს ზევს ვიჭერთ, აფრიალებს ყველაფერს. გველოდება ქალბატონი დედოფალი იქ. და ეხლა ხშირად ძალიან ხშირად და გამოვიცვალთ თბილად, ჩავიცვალთ და შევდგებით საჭმელს. ზად ვარ ჭამისთვის და ჩემს კარვის მოსახლეებს ველოდები რომ გავიდეთ ერთად საჭმელად. ძალიან ხშია, ძალიან. აი ხო, გავიგეთ რომ იც ადიჰაძე ჩამოვედით ჩვენი კარვებიდან, ცოტა ხანი გავთბებით, ტელეფონებს დავტანეთ და ისევ დავუყრდებით ჩობს. ასაკეთებთ კამერაში კარეშობით შიში ესეც მე ადიჰაძე დილარის გავიღვიძეთ დეკაში ვართ მომზადებით და უნდა დავიცვათ მეტეოსკენ გულებს გავხეხავთ და გავხეთ ნაგავს ვაგროვებ. კარგი ხარ. ნაგავს. აი ესეთი გიდი ყავს. გიჟი გადარეული დილას დაგვაცხრყვავით. ანუ უკან რა გაქვს, просто მიიხედე. ეს ქალბატონი და დედოფალი გველის ჩვენ. თალებს ძალიან ბევრს. მიგვიღებს დედოფლურებს დედოფალი. დავიძრებით ახლა მეტეოსკენ. მოვიგეთ წიაღებს და ვისაუბრებთ ყველა. მოვაღწევთ ყინულისანამდე, ახლა ჩავცვალთ წიაღებს და გავაგრძელებთ გზას. როგორც აღმოჩნდა და როგორც დავინახე ორი ფილიკი მოდია და ჩვენ ამ ფილიკზე წამოვედით. ხოლო მანძილზე სუყინულებზე მოგვიწია სიარული. ანუ მიწა არის, მიწა ფარავს და Sapa. Aba ერთი არის სიტყვა, როგორ იყო მაყოფილები? მაყოფილი ხარ ჩვენი. კარგი წრივი იყო. მე ჩემი ჩხავილი შველის რა. ამოვიარეთ ყინულისენა. კატრინმოდი.
გამოვიდა სპენდოლის ენა. ძალიან მაგარი ყოფილა ტრიაპები ზიარული. ძალიან გამისწორდა თავიდან მე მეგონა რომ აი ციცურებდა რომ მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილებაა და გარშემო ისეთი სილამაზეა რომ რაღაც მომენტებში ანუ რაღაც ცოტა და ვიცი ეს დაგაწყებინებ დედლიანებისგან ძალიან კაი და ძალიან შემოეც კადრე I'm hungry. მეორე მდინარე რაზეც გადავლობიტას ძალიან ცოტა მონაკვეთი გადაგვრჩა უკვე ძალიან ახლოს ხედავთ მეტეოს სულ რამდენიმე მეტრი და უკვე ვიქნებით მეტეოსში ჯერ მეგვიწევს გაჩერება იმიტომ რომ ცხენები ჩამოდიან და გზას უთმობთ და ნელ-ნელა მივიწევთ საკარვე ადგილის მოსაძებნად მივდივარ რა ვარჩიოთ კაი ადგილი და რაც შეგვხვდება ნახე ესე ხატია მე ჯერ არის ხო ეს მერამდენი საკუთრებია მეორე სტეპი არის ჯერ გავყარეო საბა სტეპი რა არის აბა საბა YouTube-ზე აღმოჩნდება როგორი ბრუტალური ხარ ეხა მეორე სტეპი არის გავყარეო ჯოხები ამას ის მარას ვაკეთებთ ენინე ჩალი ჩათოს პისუსე რა ეს გამოვიყოთ კარგი სუფრა გველის აი პორმარელი არ გაჭმოთ არაფერს ვაფშე აი გრეი ანა კრაი ხარშება აიდან ოსტი სუპი აბა დაგვანახე ესე ტრიალებენ გოგოები კონკრეტულად ნინოა და გვანცა ეხლა მასაჟებს უკეთებენ გვანცას კი ზარეულმა დაიმსახურა მასაჟი თვით ფოფოსგან ყვარულთან თამაში სასტიკა დაკრძალულია როგორც უთქვამთ ასაგიოდერია სიყვარულმა არის ისოდერია და სიყვარულთან თამაშიდერია სასტიკა დაკრძალულია გადაიღო ნამდვილად ღირდა აუ ეგრე დაიბა მარშრუტის მერე თაძაიძა შვიცარზე გავიყვიძე, მაგრამ ჯერ არ გავდივარ გარეთ. წარმოგიდგენთ ხელღამიდან რაღაც აკლიმატიზაციის ნიშნები. გუშინ მიყავ თალღა ძალიან კარგი. ძალიან ენერგიაზე, მაგრამ რა დავწეკი საფეთქები ამტკივ და დილაზე გავიყვიძე. ძალიან შესაძლებელი ვარ. რაბინების შეგრძნება მაქვს. კუჩზე შემოქმნებ დაგუნდა და ეხლა მთელი დღე შევეცადე რა ღამემდე მოვიდა ენერგიაზე რომ ღამე გვაქვს უკვე გასვლა. რაღაც წამლები დაოლე, მაგნიუმს ვსვამ ეხლა. და გავთ ცოტა ხანში გარეთ და მეც მავალ ენერგიაზე. ისე შეკავოთ პური გარეშე. ჩვენ ვარ 3900 რაღაცა მეტრზე. 3900 რაღაც 3904 მეტრზე ვარ. კი. ოდნავ გვერდზეა და ხო ბოქში ჩავო. როგორ არის? Yeah!
ინძილის დრო მოვიდა, იმიტომ რომ ღამე ავდივართ აი აქ. უნდა დავიძინოთ და პირველ საათზე უკვე დავიძრებით მარშრუტისკენ. უკვე ძილის დრო გვაქვს. კარგად. ღამის 12 საათია, ვემზადებით მწვერვალის გასასვლელად. და ჩვენი პირველი მემზადება არა. ნივრიანი ყურები. არქშია, მაგრამ გვიტანს. არა, მემშია. მე მაგ ჯემენი პურები და ძალიან ველოდები რომ ცხელ ჩაის და ჯემენი პურებს. მერიანი პურის მე ჯემიას როგორ შემართლა. როგორ ხარ? ჩაღებო. აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო, მაგრამ თქვენ როგორს ეს არის რაღაც საოცრება თენდება. გამოვიარეთ ნაპრალები და მივყვებით ახლა ისე ყინულს ემოციებში ვარ, იმიტომ რომ აი ეს მაღაზია არის ჩემს უკან. აბა, როგორ ხართ თქვენ? ძალიან მაგრამ. აი ერთი გრეფი იყო. იმე YouTube-ისთვის. მოდი ერთი. მე პროსტა რეტროთი ვიღებ iPhone 7 მაგ და აუ, კათანას რეტრო მაგარი. იმენა რეტრიკის. რა მისა გაუცვალო ფოტოები. მაგრამ მოვიდა. მადა ლაბლოგებს არის ხე? არა, მაგარი დაიგიდა. ამოვიდნენ სხვა ჯგუფიც. ყინორტვაზე ვართ. 5054 მეტრზე. ჯერ ხმა მოვიდი და ჯერ ვერ ვაანალიზებ ყველაფერს. გუშინ ჩამოვედით მყინვარწვერიდან, ავედით 5054 მეტრზე. ვერ გადავიღებ ბევრი კადრი, იმიტომ რომ არ მქონდა არც ხან მაგის თავი, ხან ისეთი მონაკვეთი იყო, რომ უბრალოდ ჩემი შიშების გადალახვა მიწევდა. მოგეხსენებათ, სიმაღლის ფობიები მჭირს ხანდახან. რაღაცა ნაპრალებზე გადაძრომა გვიხდებოდა ისე და მოკლედ ბევრი კადრი ვერ ჩავწერე. ჩემი პირველი მწვერვალია. და ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი მწვერვალისთვის და პირველად ვიყავი ამდენ მეტრზე. კარგი იყო და კარგი გამოცდილება მივიღე. თან პირველი რომ ყინორტვერია და არ იწყო რაღაცა სხვა უფრო ადვილი მწვერვალებიდან, უფრო გერთულება. მაგრამ არ ვიცი, საოცარი გრძნობები იყო. უშუალოდ ბოლო წერტილზე ასვლას არ ვიცახე, სიარულის დროს შენში ხდება 1000 რაღაც. ჯერ ბედნიერებისგან გზაში ვიტირე ძალიან ბევრჯერ, რომ აი ავდიოდი და ბედნიერი ვიყავი და მე ამ ხედებს რო უყურებდი, სიხარულისგან მარლაღაპოყობით მომდიოდა ცრემლები. და ჩამოსვლას უკვე ცოტა გავჭედე, ბოლო მომენტებში ცოტა გაჭედვა მჭირდა. იმიტომ რომ დავიღალე მე უნაგირზე რო შევისვენეთ, ცოტა არაადეკვატური ვიყავი, ოღონდ განუცოდის, ხო რაღაცა ძალიან ხიარული და რაღაც ვიყავი, ოღონდ გრძნობდი რომ რაღაცა ჩემი თავი არ ვიყავი. ალბათ დაღლებისგან თან შიშების გადალახვა მიწევდა ძალიან ბევრჯერ. და ჩამოსვლისას ძალიან ბევრჯერ რაღაც უაზრობებზე მეშლებოდა ნერვები და ვტიროდი, ანუ ემოციური ფონი მქონდა ძალიან და ამ გადაჭედვა იცისო, ძალიან მართალი ყოფილა რა, აი ძალიან მართალი ყოფილა. შენ თავს ჯობნი, იმიტომ მე პირადად ჩემ თავს ვაჯობე გუში, არ ვიცი. მილიონჯერ, მართლა მილიონჯერ ნაპრალებიდან დაწყებული, რომ ეკონა რომ ჩავარდებოდი, მოკვდებოდი ანომე. და მე სიმაღლის შიში ისა პლუს ბოლოს ძალიან დავიღალე და აი მართლა ნაბიჯებს ვითვლიდი და 1-დან 50-მდე ვითვლიდი, რომ აი მეთქი ბოლო მომენტი აქ რო დანებდე, უკვე ვაზრობა იქნება, იმიტომ რომ მაღლა ხარ, ამდენი გამოიარე რატო უნდა დანებდე. და მთა არის მართლა ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ შენი სისუსტები დაინახო, შენი შიშები გადალახო, რაში ხარ მაგარი ეგ დაინახო, რა შეგიძლია, რაში უნდა განავითარო შენი თავი არის ძალიან მაგარი. და ამის მერე რო დაინახო, იტყვი რომ აი მე იქ ნამყოფი ვარ რა. ძალიან მაგარია და ეგეთ რაღაცებით ყოველთვის უნდა იამაყო რა ჩემი აზრით. კარგი რაღაცა.
საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, რომ მთა კარგია, მთაში უნდა იარო უეჭველი, რომ არ ვიცი, ბევრ რამე იცვლება რა და ბევრ რამეს აფასებ, ყველაფერს აფასებ რაც შეიძლება. მაგრამ მთავარი რჩევა, გასვლამდე არასდროს არ ჭამოთ ნივრიანი პურები. ეგ ვინანე, ძალიან ვინანეთ. ხურული როგუზე მაწეს ეს ხომ შენი დარებია